საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდამჭერით კი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ჯაზ ვირტუოზის თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ეს იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელიც ჯაზის სფეროს წარმომადგენელს მიეძღვნება. თამაზ იგივე თათუზა ყურაშვილის ვარსკვლავი ხვალ საღამოს 7 საათზე გაიხსნება. დეტალებით თამარ ქრძელიძე. მაგთი კლუბში ჯაზის მოყვარულთათვის უკვე კარგად ცნობილი კონტრაბასისტი თამაზ ყურაშვილი ბენდთან ერთად ხვალინდელი საღამოსთვის ემზადება. ღელვარება ძალიან დიდია. ხვალ თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტის დასრულების შემდეგ მუსიკოს ვარსკვლავი უნდა გაუხსნან. ამბობს, რომ ამ ფაქტს არ ელოდა და როდესაც კულტურის სამინისტროში დაიბარეს, ფიქრობდა, რომ იქ ბიუჯეტის განსახილველად მიდიოდა. რომ მივედი სულ ამბავი დახვდა. რომ ესე ჩვენი გადაწყვეტილებითო და საერთოდ ჩვენი მოსაზრებითო გადავწყვეტეთ ვარსკვლავის გახსნა. მართალი გითხრათ არ მოველოდი. ვარსკვლავის გახსნამდე საღამოზე მისული მაყურებლისათვის თამაზ ყურაშვილი ბენდთან ერთად სამსეთს შესვენების გარეშე დაუკრავს. ჯაზურ კომპოზიციებს მასთან ერთად გია რაფიაშვილი, რეზო კიკნაძე, ალექსანდრე მაშინი და ვლადიმერ მოგელაძე შეასრულებენ. საკმაოდ ეგეთი ფართო სპექტრი იქნება ჯაზის სხვადასხვა დროის სტანდარტები იქნება თუ გვიანდელი კომპოზიციები იქნება ასევე ბლუზ და ეთნობა საკმაოდ დიდი ადგილი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან ვარსკვლავის გახსნისთვის მზადება დღეს დილიდან დაიწყეს. თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავი რიგით 44-ია. მე ბედნიერი ვარ, რომ პირველი ჯაზმენია, რომლის ვარსკვლავიც ხვალ გაიხსნება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილისი ივენთ ჰოლში ჯაზური კომპოზიციების ვირტუოზისა და მისი ბენდის კონცერტი 7 საათზე დაიწყება. საღამოს კი გრანდიოზულად თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავის გახსნა დაასრულებს.